დილამშვიდობისა. მეგობრებო, სიყვარული წარმოადგენს ერთგვარ სერიოზულ ენერგიას, დამცავ ენერგიას. ანუ ნახე რა ხდება. მაგალითად, მოდიხარ და გვხვდება ქუჩაში არ აქვს მნიშვნელობა ახლობელი ადამიანი, რომელიც დააინფიცირებულია რაღაც ვირუსით. შენ თუ იმ ადამიანს ეგებები ჭეშმარიტი გულიანი გრძნობით, ნუ რას ნიშნავს პოზიტიური ემოციით და გულში არ ფიქრობ არაფერს, სულ შენ ეს სიყვარული შენი საკუთარი 1 მეტრის მანძილზე ქმნის ბარიერს, სინათლის ბარიერს. ანუ ეს ის ენერგეტიკაა, რომელიც შენს გარშემო როგორც არეალია ესეთ სინათლის დგება და ამ ენერგიაში, ამ სინათლეში არ არსებობს რომ ცუდი რაღაც შემოვიდეს, მით უმეტეს ბაცილა და ბაქტერია. ის ეგრევე შთამთქავს ყველანაირ დაავადებას და ყველანაირ ბაქტერიას. ამიტომ შენ რომ მიდიხარ მთელი გულით და ეხვევი და ეფერები, რაც არ უნდა იყოს, ხო არ იცით ნათქვამია რომ შეყვარებულებიო, თუ ერთიო ავათარიო, მეორეს თუ ნამდვილად უყვარს არ გადაედება არასოდესო. არასდროს არაფერი არ გადაგებდებათ და თუ შეხვდები ადამიანს და გულში ფიქრობ ისეთი ფეიკი ღიმილითი ღიმი და გულში ფიქრობ შენი თითებს მე შევეცი. აი იმ შემთხვევაში ჩათვალე რომ კარები გაღებული ყველანაირი არა მარტო იმ ადამიანის ვირუსით გადადების ამბავში, საერთოდ შეიძლება რაც კი იმ მომენტში ჰაერში არსებობს ვირუსები ყველაფერი შეგეყაროს. სიცოდეთ, იმიტომ რომ საერთოდ ჩვენი ატმოსფერო ბაქტერიებით არის სავსე და ზოგადად ჩვენს ბაქტერიულ ფორმას წარმოადგენთ. ერთგვარ ჩვენი ბიოლოგიური სხეულით უბრალოდ მთავარი მართავი პოლუსი და აგრეგატი არის ეს შენი ტვინი და ჩვენი ფიქრი, რომელიც მართავს ამ ჩვენს ბაქტერიულ ორგანიზმს და ურთიერთობებს. ამიტომ მომართეთ თქვენი თავი ყოველთვის სიყვარულისაკენ და იქნებით დაცული ყოველგვარი დაავადებისაგან.